მოგესალმებით, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, დავბრუნდებით ძალიან საინტერესო თემით, დიგიტალური ქართველოლოგია, ასე დავარქვით ჩვენ პირობითად ჩვენს დღევანდელ გადაცემას და ჩვენი სტუმარი არის, ჩვენი საყვარელი რესპონდენტი, რომელიც არაერთხელ ყოფილა ჩვენთან სტუდიაში, ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორი, ჟურნალ დიგიტალური ქართველოლოგიის მთავარი რედაქტორი მანანა თანდაშვილი. მოგესალმებით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მოგესალმებით, მეც დიდი სიამოვნებით ვარ კიდევ ერთხელ თქვენ სტუდიაში და ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ჟურნალის შესახებაც, თუმცა მანამდე მინდა დავიწყო იმ სკოლის შესახებ, ხო? დიახ. რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, უკვე რამდენიმე წელია. მოდით მოგვიყევით ამის შესახებ. მე ისევ ჟურნალით დავიწყებ და შემდეგ გადავალ სკოლაზე. ეს ჟურნალი დიგიტალური ქართველოლოგია 3 წლის წინ დაარსდა. უკვე მესამე ტომი გამოვიდა ამ ჟურნალის და მიზნად ისახავდა ქართველოლოგიაში მოღვაწე უცხოელი და ქართველი მეცნიერებისათვის პლატფორმის შექმნას, როგორ ვიკვლევთ ქართული ენა ციფრულ ეპოქაში. მაგრამ ერთი არის კვლევითი პროცესი, რომელიც უნდა ასახულიყო ამ ჟურნალში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის ახალგაზრდა თაობის მოსვლა და მათი გაზრდა ამ მიმართულებით დიგიტალური ქართველოლოგიის მიმართულებით და ჩვენი აქტივობაც უკვე 2012 წლიდან ამ მიმართულებით ძალიან ინტენსიურად მუშაობთ. 2012 წელს დავაარსეთ ბათუმის საზაფხულო სკოლა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში და ყოველწლიურად ვატარებთ, ჯერ ზაფხულის სკოლები ტარდებოდა, შემდეგ ზამთრის სკოლებიც შევამატეთ. ამას 22 ასეთი ეგრეთ წოდებული სეზონური სკოლა გვაქვს ჩატარებული. საინტერესო ის გახლავთ, რომ თავიდან მქონდა ესეთი ტრაფარეტული და ესეთი თემები, როგორიც არის დიგიტალური ჰუმანიტარია, გამოწვევები, პერსპექტივები, შემდეგ გადავედით დიგიტალური ქართველოლოგია, შემდეგ თემატური კორპუსების აგების პრინციპები, ბოლოს ჩვენ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება განვავითარეთ, ეს იყო დიგიტალური რუსთველოლოგია და წლევანდელი სკოლა იყო ძალიან საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ თვითონ სათაურიც კი ძალიან ესეთი შეიძლება ითქვას ამბიციური გახლდათ, პარადიგმის ცვლა, მეცნიერების ახალი ფილოსოფია. დიახ. და ძალიან საინტერესო თემებს შეეხეთ, ხო? რასაკვირველია. და რატომ იყო შერჩეული ეს თემა, თქვენ აღნიშნეთ, ხო? აი რაღაცნაირად თითქოს ისტორიასავით მოყვებოდა, ქრონოლოგიასავით, ხო? აი რა იყო იმ პერიოდისათვის აქტუალური და რასაც გადიოდა თუნდაც სამეცნიერო ცხოვრება აი ამ მიმართულებით. დიგიტალური ჰუმანიტარია გასული საუკუნის შუა წლებიდან, ასე ვთქვა, დაიწყო ჩამოყალიბება და საქართველოში ცოტა მოგვიანებით შემოვიდა გასაგები მიზეზების გამო. ამიტომ ჩვენი მიზანი იყო ჯერ თვითონ მიმართულების შემოტანა და შემდეგ უკვე ეროვნულ მეცნიერებაზე მორგება და დღეს ფაქტი რომ არსებობს დიგიტალური ქართველოლოგია, როგორც მიმართულება და არსებობს უკვე წიგნები დაიწერა ამის შესახებ, სტატიები ქვეყნება და ასე შემდეგ, სწორედ ამის შედეგი გახლდათ. მაგრამ გასულ წელს თეკო ჩვენ ჩავატარეთ საერთაშორისო სიმპოზიუმი ფრანკფურტის უნივერსიტეტში, რომლის სათაური გახლდათ ზუსტად აი ასეთი პარადიგმის ცვლა, მეცნიერების ახალი ფილოსოფია, კითხვის ნიშნით. პარადიგმების ცვლა რას ნიშნავს? მეცნიერება პროცესია და დგება მეცნიერებაშიც სწორედ ის პერიოდი, როდესაც ხდება რევოლუცია. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ იცვლება დამოკიდებულება თვითონ კვლევის ობიექტისადმი, იცვლება დამოკიდებულება მეთოდებისადმი, ჩვენი შეხედულებები, ცოდნის რეინტერპრეტაცია ხდება და ეს არის დგება ისეთი პერიოდი, როდესაც არსებული თეორიები, არსებული თეორიული ჩარჩოები და მეთოდები უკვე ვეღარ ხსნის ანომალიებს. და სწორედ ამ პერიოდში იქნება ახალი მცდელობა, ახალი თეორიები, რომელიც ასე ვთქვათ, წარმოადგენს მცდელობას იმისა, რომ სწორედ ის რაც ვერ იხსნება ძველ ჩარჩოში, ავხსნათ ახალი თეორიული ჩარჩოთი და თუ ეს რეალურად არის მეცნიერულად გამართული თეორია, მაშინ ხდება ჩანაცვლება ამ თეორიული ჩარჩოში და სწორედ ეს პროცესი არის ის, რასაც ჩვენ მეცნიერებაში ახალი ფილოსოფიის შემოსვლას ვუწოდებთ და პარადიგმის ცვლას. და წლევანდელი სკოლის მნიშვნელობა იმითაც იყო განპირობებული, რომ ჩვენ პრაქტიკულად დღეს პარადიგმის ცვლის პროცესში ვიმყოფებით და გარდა იმ ცოდნისა, რომელსაც ჩვენ ამ სეზონურ სკოლების ფარგლებში ვაძლევდით სტუდენტებს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისი გააზრება, რა არის მეცნიერებაში პარადიგმა, რა არის მეცნიერების ფილოსოფია და ძალიან საინტერესო პროგრამა დავგეგმეთ და იმ გამოხმაურებებით, რომელიც ჰქონდათ სტუდენტებს,
ნამდვილად კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ძალიან კარგად იმუშავეს, ძალიან საინტერესო მოხსენებებით თავადაც შეეცადნენ, რომ მოემზადებინათ და პრეზენტაციების სახით წარმოედგინათ და ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ გაამართლა. ეს იყო ერთგვარი რისკი, არ ვიცოდით რა შედეგს მივიღებდით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გაამართლა ამ სკოლამ. ზოგადად ასეთი ტიპის სკოლების არსებობა, აი რამდენად მნიშვნელოვანია? მოგეხსენებათ, საგამანათლებლო სისტემა ასეთი სტაბილური მყარი კონსტრუქცია არის, რომელშიც რასაკვირველია ის ყოველთვის განის ცვლილებას, მაგრამ ეს ცვლილებები დროში არის, ასე ვთქვათ, გაწელილი, მოითხოვს სერიოზულ გადამოწმებას, ევალუაციას და ასე შემდეგ. ამიტომ ის ცვლილებები, ის ახალი ცოდნა, რაც იქნება მეცნიერებაში, შედარებით გვიან ინერგება ხოლმე საგამანათლებლო სისტემაში და საზაფხულო სკოლები, workshop სემინარები არის ძალიან კარგი საშუალება იმისა, რომ მივყვეთ ნელ-ნელა ამ პროცესს და ის სიახლე, რაც არის, ის ახალი ცოდნა, გნებავთ მეთოდური თვალსაზრისით, გნებავთ კვლევის საერთოდ ჩარჩოს, თეორიული ჩარჩოს თვალსაზრისით, ის რომ ძალიან მალევე მიიღონ სტუდენტებმა ჯერ კიდევ სწავლის პროცესში, ეს არის კიდევ დამატებითი აქტიურობა, რომელიც უკვე მსოფლიოში აპრობირებული გახლავთ და დღეს პრაქტიკულად ვორქშოპებისა და ესეთი სეზონური სკოლების ეპოქაში ვცხოვრობთ, რომელიც არის ერთგვარი განვრცობა, ლოგიკური განვრცობა და ძალიან ეფექტური საშუალება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აითვისონ სწავლის პარალელურად, ვთქვათ, ის სიახლეები, რაც კვლევაში არსებობს მეცნიერებაში. სხვათა შორის, ფრანკფურტის უნივერსიტეტში, რომელიც ერთ-ერთი ექსცელენტი უნივერსიტეტი გახლავთ გერმანიის მასშტაბით და არა მხოლოდ გერმანიის მასშტაბით, ძალიან დიდი ხანია უკვე დანერგილია და ასეთი ლოზუნგიც არის კვლევა სწავლის პარალელურად. ჩვენი სტუდენტები ძალიან ადრეულ პერიოდში, სწავლის ადრეულ პერიოდში ერთვებიან კვლევით პროცესებში და უშუალო შეხება აქვთ სწორედ აი იმ სიახლეებთან, რაც მეცნიერებაში ხდება. თქვენ როგორც აღნიშნეთ, თვითონ სტუდენტებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები და საინტერესო თემებზე მუშაობდნენ, ხო? საინტერესო საკითხებზე მიმდინარეობდა მსჯელობა და დისკუსია და ერთ-ერთი საკითხი იყო თუ როგორ ფუნქციონირებს დღეს სამეცნიერო საზოგადოება და როგორია სამეცნიერო კომუნიკაციის თანამედროვე სტანდარტები. ხო, როდესაც ჩვენ საუბრობთ მეცნიერებაზე, მის განვითარებაზე, პარადიგმებზე და ახალ ფილოსოფიაზე, ალბათ კომუნიკაციაც არის ის ნაწილი, რომელიც მისი შემადგენელი. რასაკვირველია. ერთი ნაწილი არის თვითონ კვლევის პროცესი, კვლევითი თემები, მაგრამ დღეს არსებითად, სწორედ პარადიგმის ცვლილებაც, სწორედ არსებითად გამოიწვია სამეცნიერო კომუნიკაციის ცვლილებამ და ეს ყველაფერი უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია ტექნოლოგიზაციის პროცესთან, მზარდ ტექნოლოგიზაციის პროცესთან და გლობალიზაციასთან. იმიტომ რომ შეიცვალა ზოგადად ცოდნის გადმოცემის ფორმები, აქამდე ჩვენ პრაქტიკულად ბეჭდურ მედიებით ვეცნობოდით სამეცნიერო კვლევებს, გაცვლა ხდებოდა, შედარებით შეზღუდული იყო, საბჭოთა პერიოდი რომ არ გავიხსენოთ, სადაც პრაქტიკულად მოწყვეტილი ვიყავით, ხო, მსოფლიო სამეცნიერო განვითარების ასე ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში კონტროლირებადი იყო ეს პროცესი. დღეს გლობალიზაციამ მოგცა ჩვენ საშუალება, რომ ძალიან ადვილად, მარტივად და ძალიან სწრაფად გავცვალოთ ჩვენი ცოდნა. 2001 წელს ბუდაპეშტში მეცნიერები შეიკრიბნენ და განსაკუთრებით ეს ახალგაზრდა მეცნიერთა თაობა გახლდათ, ვინც უკვე ცხადად ხედავდა იმ გამოწვევებს და იმ შესაძლებლობებს, რაც მოიტანა ტექნოლოგიზაციამ და მაშინ გადაწყდა და შემუშავდა პრინციპი, სამეცნიერო კომუნიკაციის პრინციპი, რომელსაც ღია წვდომის კონცეფცია ეწოდება და დღეს რომ ჩვენ გვაქვს უკვე ინსტიტუციონალურად გაფორმებული ღია მეცნიერების ღრუბელი, ეს გახლავთ შედეგი, ეს იყო პროცესი, რომელიც დაახლოებით 20 წელი გრძელდებოდა, როდესაც გადაწყდა, რომ კვლევის რესურსები, რომელსაც ვიყენებთ ჩვენ, უნდა იყოს ღია, იგი უნდა იყოს წვდომადი, ძალიან სწრაფად უნდა ხდებოდეს ცოდნის გაზიარება, განახლება, ცოდნის განახლება. ჟურნალებიც, აი ამ პერიოდში იქნება ელექტრონული ჟურნალების შემთხვევები უკვე ჩნდება, რამაც ძალიან ბევრად დაზოგა ფინანსური მხარეც დაიზოგა დრო, ძალიან დააჩქარა თვითონ მეცნიერთა შორის კომუნიკაცია და შექმნა საშუალება, რომ სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები ძალიან ადვილად დაკავშირებოდნენ
ერთმანეთს უკვე პიროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და არა ინსტიტუციონალურად და ამან გარკვეულწილად შექმნა მეცნიერების დემოკრატიზაციის პროცესი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მეცნიერება დღეს სწორედ დემოკრატიული განზომილება არის, სადაც თავისუფლად შეიძლება კონტაქტების დამყარებაც, ცოდნის გაზიარებაც და ახალი იდეების შემოტანაც, რომელიც მერე ძალიან სწრაფად მკვიდრდება და საყოველთაობა ეს არის ალბათ ერთ-ერთი ის მახასიათებელი, არსებითი მახასიათებელი, რაც გააჩნია მეცნიერებას. თუმცა ის იყო გარკვეული ტიპის გამოწვევა, ხო, როცა ჩვენ ღია რესურსთან დასაკვირველია. ის იყო გარკვეული ტიპის რისკებთანაც დაკავშირებული. იცით რატომ გეტყვით რომ დღემდე არ არის ბოლომდე განმარტებული რას ნიშნავს ღია რესურსი. რასაკვირველია ჩვენ გვინდა რომ ჩვენი კვლევები, ჩვენს მიერ შექმნილი რესურსები იყოს გამოყენებადი. მოგეხსენებათ ჩვენ ფრანკფურტის უნივერსიტეტში გვაქვს რუსთაველის კაბინეტი და სადაც ჩვენ რუსთაველის თარგმანების 58 ენაზე შესრულებული თარგმანების ჯერ ბეჭდური გამოცემების ბიბლიოთეკა შევქმნით და ეტაპობრივად ხდება მათი გაციფრება. 38 თარგმანი გვაქვს უკვე გაციფრებული და დაპარალელებული ვეფხისტყაოსნის ტექსტთან. და რასაკვირველია დაინტერესებული ვართ, რომ რუსთველოლოგია არ იყოს მხოლოდ ეროვნული მეცნიერების, თქვათ, კვლევის ობიექტი, არამედ ის საერთაშორისო ინტერესების სფეროში მოიქცეს და ძალიან გამიხარდება და ჩვენთვის ეს ღია რესურსია და ის წვდომადი არის ნებისმიერი მომხმარებლისთვის. ეს ასე ვთქვათ, ხელს უწყობს ქართველოლოგიის და განსაკუთრებით რუსთველოლოგიის ინტერნაციონალიზაციას, მაგრამ დღეს პრაქტიკულად ამ შესაძლებლობამ გარკვეულწილად იმის შესაძლებლობაც შექმნა, რომ მოხდეს რესურსების გადაკაჩვა და მოხდეს რესურსების გამოყენება დამოწმების გარეშე. ეს იცით რას ნიშნავს, რომ მეცნიერებაში ციტატა მოიყვანოს სხვა მეცნიერის და არ დაიმოწმორო ეს იმ მეცნიერის მიერ, ან ვთქვათ, გამოიყენო რესურსი, რომელიც სხვა მეცნიერის მიერ არის შეგროვებული, მოპოვებული. ამიტომ დღეს ძალიან აქტიურად მიდის დისკუსია იმის შესახებ, რომ ჩამოვყალიბდე და განვარტოთ, რას ნიშნავს ღია რესურსი და ღია მეცნიერების ღრუბელიც სწორედ ამ მიმართულებით ცდილობს, ასე ვთქვათ, მუშაობას, რომ ეს სამი ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრი არის, რომ რესურსი უნდა იყოს ღია და წვდომადი, ის უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე მოთხოვნებს და უნდა იყოს თავსებადი გამოყენების თვალსაზრისით, მაგრამ კიდევ ერთი მესამე ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი არის, რომელიც გვეუბნება, რომ რესურსების გამოყენება შეიძლება და მასზე დაშენება, მაგრამ აუცილებელია საავტორო უფლებებიც იქნას დაცული და სწორედ აი საავტორო უფლებების და მეცნიერთა ასე ვთქვათ, უფლებების დაცვა, რომლებმაც შექმნეს ეს პროდუქტი, რომლებმაც გაუხსნეს მსოფლიოს ის გამოყენებისათვის, მათი ინტერესებიც იყოს დაცული. უბრალოდ წესიერებაზეა საუბარი დღეს მეცნიერებაში. წესიერება ყველგან დასაფასებელია და მეცნიერებაშიც განსაკუთრებულად დასაფასებელია, იმიტომ რომ უამრავი ადამიანის და დიდი ძალისხმევა, ხო? და გონებრივი რესურსი, იდეები არის ჩადებული ამ ყველაფერში. და კარგია, რომ თუნდაც აი ამ სეზონური სკოლების არსებობა სტუდენტებს აი ამ მიდგომებთან და ღირებულებებთან აახლოვებს. ჩვენი მიზანი ზუსტად ეს იყო, რომ გვეჩვენებინა სტუდენტებისთვის, რას ნიშნავს დღეს იყო მეცნიერებაში აქტიურად ჩართული, რა გამოწვევების წინაშე გავარჩენ, რა საფრთხეები არსებობს და საერთოდ მეცნიერული კომუნიკაციის ეთიკაზე ქონდა გამახვილებული ასევე ყურადღება. სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი რესურსი, რომელიც შეიქმნა გარკვეული ფონდების დაფინანსებით და პრაქტიკულად იქ არის მოთხოვნა, აუცილებელი მოთხოვნა, რომ ეს უნდა იყოს კვლევის შედეგი, უნდა იყოს ღია წვდომის რესურსი, დღემდე ჩაკეტილია და მხოლოდ მათი შემქმნელების, ასე ვთქვათ, კვლევის ობიექტად არის ქცეული და აი ჩვენ ისევე როგორც ბევრი სხვა მიმართულებით, აქაც უნდა გავიზარდოთ და აქაც უნდა შევქმნათ საერთო სამეცნიერო სივრცე, როდესაც ჩვენ გავითვალისწინებთ იმ პრინციპებს, რაც დღეს მეცნიერებაში არის აღიარებული. და მოდით, ჩვენი გადაცემის დასასრულს ნელ-ნელა უკვე ფინალისკენ მივდივარ და
ისევ მინდა დაუბრუნდეთ ჟურნალის თემას, იმიტომ რომ მესამე ტომზე გვინდა ვისაუბროთ, ხო? მესამე ტომში არის შესული 8 ქართველი და 6 უცხოელი ქართველოლოგის უახლესი კვლევები, ხო? და ზოგადად არის ეს შემდეგი მიმართულებები, ხელნაწერთა დიგიტალური კვლევა, დიგიტალური ქართველოლოგია და დანარჩენზე მოდით რუსთველოლოგია, რა თქმა უნდა, და როგორ იყო, თქვათ, რა ნიშნით იყო შერჩეული ეს თემები და აი როგორ თვლით, რამდენად დამხმარე რესურსი იქნება ის ახალგაზრდა მეცნიერებისთვის და ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია აი ასეთი გამოცემების არსებობა. ელექტრონული ჟურნალების გამოცემასაც დღეს თავისი სტანდარტი გააჩნია. იცით რომ ხდება ასე ეგრეთ წოდებული ბრმა რეცენზირება ორი რეცენზენტის მხრიდან, თუმცა ამ პროცესში ჩართული არის თვითონ სამეცნიერო და სარედაქციო საბჭოც. ეს იმას ნიშნავს, რომ დამკვიდრდა გარკვეული ჩარჩო სტატიებში კვლევის წარმოდგენის და ეს არის თქვა 4 კომპონენტია, რომელიც უნდა იყოს წარმოდგენილი აუცილებლად, რაც ადვილებს, ასე ვთქვათ, შედარებას სხვადასხვა ტიპის სტატიების სხვადასხვა თემაზე. შესაბამისად, როგორც ჩანს, ჩვენ თავიდანვე ძალიან მაღალი თამასა დავდეთ და შესაბამისად გაამართლა ამ მოთხოვნების სიმკაცრემ, იმიტომ რომ წელს ერიხის საერთაშორისო ბაზაში ეს მაღალ რეიტინგული ჟურნალების პლატფორმაზე შემოწმება გაიარა ჟურნალმა და იგი ჩართულია უკვე ერიხის ბაზაში. ეს ძალიან დიდი აღიარებაა, არა მხოლოდ თვითონ ჟურნალის რედაქტორების სამეცნიერო საბჭოს შრომის ასე ვთქვათ შედეგი, არამედ თვითონ შესაძლებლობა ავტორებისა, რომ მაღალ რეიტინგულ ჟურნალებში ბეჭდონ ქართველოლოგიის თემებზე და რაც თავარია ქართველოლოგიის ინტერნაციონალიზაციისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ სხვათა შორის გვეშინოდა სათაურს, როდესაც ვურჩებდით დიგიტალური ქართველოლოგია ძალიან გვევიწროვებოდა გასაგები მიზეზების გამო, გვინდოდა ეს ცოტა უფრო ფართო ყოფილიყო, მაგრამ თვლიდით, რომ ქართველოლოგიას დღეს დახმარება სჭირდება სწორედ ციფრულ ეპოქაში და ამ რისკზე წავიდა პოზიციონირება იყო საჭირო და ეს ვთვლი რომ ძალიან დიდი გამარჯვება ქართველოლოგიურ უპირველეს ყოვლისა ქართული სამეცნიერო სკოლის და ეს არის ის პლატფორმა, რომელიც მჭიდროდ შეაკავშირებს უცხოელ და ქართულ მეცნიერებს და ჩვენ იქ რამოდენიმე ასეთი სტატია გვაქვს, რომელიც სწორედ ქართველი და უცხოელი ავტორების ერთობლივი შრომის შედეგია. რაც თავარია შეიქმნა პლატფორმა და დანარჩენს უკვე დროც გვიჩვენებს. და იყო ძალიან საინტერესო სტატიები, მათ შორის სვანურ დიალექტთანაც დაკავშირებით, ხო? სვანურთან დაკავშირებით ეს გახლდათ მაია ლომიასა და ქეთევან მარგიანის ძალიან საინტერესო სტატია ევიდენციალობის შესახებ სვანურში და საინტერესო ის არის, რომ თვითონ ეს ევიდენციალობის ფენომენი ძალიან ბევრ ენაში არ არის ნაკვლევი და ჩვენ დღეს აი ძალიან ამაყები ვართ, იმიტომ რომ ჩვენ ქართველური ენების მასალაზე ვიკვლევთ იმ ახალ თემატიკას, რომელიც ჯერ კიდევ, ასე ვთქვათ, ფეხს იდგავს საერთაშორისო სივრცეში თეორიულად. და როგორი არის მომავალი, აი რაღაცნაირად ნათლად რომ დავინახოთ, ვთქვათ, რა სიხშირით შეიძლება გამოიცემა, ქვეყნდება უფრო ზუსტი შესატყვისი არის და ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია, როდესაც შემოდის სტატიები, ხდება მათი სორტირება, შემდეგ მოძებნა რეცენზენტებისა გადაგზავნა, შემდეგ შემოდის, ასე ვთქვათ, რეცენზიები და გვიწევს, ვთქვათ, იქ ხანდახან ავტორთან საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობა, იმიტომ რომ სტატია ძალიან კარგია, მაგრამ ტექნიკურად ხანდახან ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს. პრაქტიკულად წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეგვიძლია გამოვცეთ ჩვენ ჟურნალი და ეს არის ყოველწლიური ჟურნალი, რომელიც დეკემბრის თვეში ქვეყნდება ხოლმე ზოგადად და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ქართველური სკოლის, ქართველოლოგიური მეცნიერების ინტერნაციონალიზაციისათვის თავის როლს შეასრულებს ჩვენი ჟურნალი. და მოდით მოგვიყევით, აი ჩვენ რამდენიმე წუთი დაგვრჩა და ის რუსთაველის ოთახის შესახებ ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ სტუდიაში, აი ამ ოთახის თქვენი ინიციატივის შესახებ, რომელიც უკვე რამდენიმე წელია თქვენი ძალისხმევით არსებობს ეს კერა. ეს არის ევროპის შუაგულში და რა მიმართულებით, რა ცვლილებები არის და რა მიმართულებით მიმდინარეობს. ეს გახლავთ ერთადერთი
კაბინეტი, რუსთველოლოგიური კაბინეტი, რომელიც საერთოდ მსოფლიო მასშტაბით არსებობს და რომელიც ინსტიტუციონალიზებული არის, იგი ფრანკფურტის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ეს არის კაბინეტი, სადაც პრაქტიკულად გაჩნდა დიგიტალური რუსთველოლოგიის პირველადი, ასე ვთქვათ, განვითარების კონცეფცია და როგორც უკვე მოგახსენებთ, პრაქტიკულად ჩვენ ციფრული რესურსების შექმნით და კვლევის ციფრული მეთოდებით ვართ დაკავებული. აი, უბრალოდ რომ წარმოიდგინოთ ის სტატია, რომელიც არის გამოქვეყნებული ჩემი და ჩემი თანაავტორის მარიამ ყამარაულის ერთობლივი სტატია გახლავთ, ზოგადად როგორ შევაფასოთ თარგმანები, ხო? ცალკეული სიტყვის შემთხვევაში ადვილია ეკვივალენტი შეფასება, ვთქვათ, ეს სიტყვა როგორ უნდა გადავიტანოთ მეორე ენაში და ასახავს თუ არა, მაგრამ როგორ შევადაროთ აფორიზმები, ხო? ესეთი რთული სტრუქტურები, რა მეთოდი უნდა გამოვიყენოთ, სწორედ აი ეს არის პრაქტიკულად რუსთველოლოგიის შემდგომი განვითარება, ოღონდ უკვე ციფრულ რესურსებზე დაყრდნობით და ციფრული მეთოდოლოგიების გამოყენებით. ერთი გულისწყეველი მაქვს, რომელიც მინდა გავაჟღერო, ჩემი ასე ვთქვათ, პენსიაში გასვლის შემდეგ საკითხი დადგება ამ კაბინეტის არსებობის შესახებ და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ქართული მხარე, ქართული მეცნიერები და საერთოდ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესდეს ამ რუსთველოლოგიური კვლევების შემდგომი გაგრძელებით და რუსთაველის კაბინეტის შენარჩუნებით, იმიტომ რომ ევროპაში ეს იქნება ჩვენთვის ძალიან მძლავრი ცენტრი ქართოლოგიური და რუსთველოლოგიური კვლევის განსავითარებლად. ძალიან დიდი მადლობა არაჩვეულებრივი საუბრისთვის და კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მსმენელებს და არა მხოლოდ მსმენელებს, მაყურებლებსაც, რომ ჩვენი სტუმარი იყო მანანა თანდაშვილი, ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორი და ჟურნალ დიგიტალური ქართველოლოგიის მთავარი რედაქტორი. და ასევე რუსთაველის კაბინეტის დამაარსებელი.